მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 2025 წლის 9 აპრილია. მსურს თქვენთან შეხვედრა. რადგან მაქვს განწყობა და დრო გესაუბროთ რაღაც მნიშვნელოვანზე. მნიშვნელოვანზე რადგან სიბერეში ყველაფერი, რასაც ადამიანი ამბობს, მნიშვნელოვანია. თუ რა თქმა უნდა, მისი გონება ჯერ კიდევ ნაყოფიერად მუშაობს. ასეთი ამბებია. ხოდა ცოტა ხნის წინ ერთი ახალგაზრდა კაცის საუბარი მოვისმინე. უცნაურია, რომ ეს თემა ახალგაზრდამ წამოჭრა, სადაც სიბერეზე საუბრობს. და ამბობს, რომ მისი ლექცია ეფუძნება არტურ შოპენჰაუერის ნაშრომს. სიბერეში ისწავლეს სიცივე. სათაური კარგად არ მესმის, მაგრამ ის, რომ ასეთ თემებზე უნდა ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებმაც იციან ცხოვრება და იმდენი წელი იცხოვრეს, რომ ბევრი რამ უნახავთ ცხოვრებაში, ვისაც ეს ეძლევა, რა თქმა უნდა. ბევრი ვერ ამჩნევს ამას და ბევრისთვის ჩემი გამოსვლა არაფრის მომცემია. სხვები კი ამჩნევენ და აქვთ გამოცდილება. ერთი და იგივე გამოსვლა ახალგაზრდისა და გამოცდილი გონიერი ადამიანის ბანალურობა და სიბრძნეა. იმედია რაღაც ბრძნულს მაინც გეტყვით. იმიტომ რომ შევხვედრი ვარ და ახლაც ხვდები უამრავ მოხუცს და ვხედავ თუ რა შეცდომებს უშვებენ. და საერთოდ რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც ისინი ბერდებიან და წყვეტენ საზოგადოების წევრებად ყოფნას. და ასეც არის სინამდვილეში. პენსიაზე გადიხარ და გივიწყებენ. თუ ქარხანაში მუშა ხარ, კარგი, დავივიწყეთ. თუ გაქვთ ანკესი და თევზი, თუ ის არ არის მოწამლული უახლოეს მდინარეში, შეგიძლიათ დაიჭიროთ ეს თევზი. და თუ მოაზროვნე ადამიანი ხართ, თუ წარსულ გამოცდილებაზე ფიქრები თქვენს გონებას ეწვევა და გსურთ მათი გაზიარება, მაშინ გამოგადგებათ სოციალური ქსელები. მადლობა ღმერთს, რომ ისინი გამოიგონეს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა საკუთარი აზრის გადმოცემა. მაშასე, რას გულისხმობდა დიდი შოპენჰაუერი? შეამჩნევდით, მეგობრებო, ჩემი ასაკისა და ცოტა უფრო ახალგაზრდებო, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები იწყებენ თქვენს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას. სანამ სჭირდებით, სანამ პატარა ბავშვები თქვენზე არიან დამოკიდებულები, ისინი ვერცერთ დღეს ვერ იარსებებენ უთქვენოდ, დედის რძის გარეშე, დაძინების, საფენის შეცვლის გარეშე და ასე შემდეგ. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ცდილობენ დაიმკვიდრონ თავი, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა. როცა ჩვენ ვიზრდებით, დამოუკიდებლობისკენ ლტოლვის ტენდენციაც მატულობს. ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს კარგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ კარგი საქციელების ჩადენა, სხვისი აზრის გათვალისწინება და ასაკის პატივისცემა. და რა თქმა უნდა, ეს დამღუპველი და ძალიან ტრაგიკულია მათთვის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ ადამიანებს ასაკთან ერთად ბევრად მეტი ესმით. განსაკუთრებით თუ ისინი ახლოს არიან იმ საქმიანობასთან, რომლითაც აპირებთ დაკავდეთ. უნდა გკითხოთ მათ, რომ არ დაუშვათ იგივე შეცდომები. და მაინც, დროთა განმავლობაში, ახალგაზრდების დამოკიდებულება მოხუცების მიმართ იცვლება. და ისინი სულ უფრო და უფრო გიყურებენ როგორც ბინაში აუცილებელ ნივთს. მაგრამ ისეც ხდება, ეს ნივთი მათ ხელს უშლის. მაშინ ახალგაზრდები იწყებენ მოხუცების განდევნას. ბევრი ამბავი ვიცი, სადაც და საერთოდ მინდა გითხრათ, როგორც კრიმინალისტმა და სამართლის დოქტორმა ტენდენციაზე, რომ
არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ მაინც ყველაზე მძიმე დანაშაულს დამკვლელობას ახლობლების ჩადიან. და ეს განსაკუთრებით ეხება მოხუცებს. დიახ, მოხუცებს. თუ თქვენი შვილი შეუმდგარია, არ იფიქროთ, რომ ეს თქვენი ბრალია. იმიტომ რომ სინამდვილეში მათ ბოდიში და ყველაფერი უვარგისი აიღეს. არაცოდი აღზრდის გამო. თქვენ მათ ყველაფერი მიეცით. საკუთარი ცხოვრებაც კი. ყველაზე ხშირად ეს გენებია. და ვის გენებს აიღებს თქვენი შვილი, რომელზეც იმედებს ამყარებთ და ყოველთვის ამაყობთ. თქვენი, ან თუნდაც მამის, ან დედის, ან ბაბუის, ან დიდი ბებიის. სულაც არა. მაგრამ ვიღაცის გენებს აუცილებლად მიიღებს. 20% არის აღზრდა, 80% ადამიანის ქცევა, როგორც მეცნიერებაში ამბობენ, დეტერმინირებულია. ანუ განპირობებულია. თუ ის კრიმინალად დაიბადა, ის კრიმინალი იქნება. იმიტომ რომ ცხადია, არავის უნდა სახლში დამნაშავე გაზარდოს. ეს უკვე ჩემი სიბრძნეა. ყველა ოჯახი, კრიმინალებიც კი, შვილებს როცა ზრდიან ეუბნებიან. არა, ისენ მოიქცევი როგორც მე. დარჩენილ დღეებს ციხეში გაატარებ. ან დარჩენილს კი არა, ნაწილს. მაგრამ ეს მაინც ცუდია. ანუ არავის უნდა შვილები ცუდ ადამიანებად აღზარდოს. ყველას სურს კარგი შვილები ჰყავდეს. და მაინც ხდება ის, რაც ხდება. ზოგი ყალიბდება კრიმინალად. ზოგი განსაკუთრებული თვისებების არ მქონით. ზოგი კი გვევლინება გამორჩეულ პიროვნებად. მეცნიერების სხვადასხვა დარგში ან საქმიანობაში. ასეა. რა არის მთავარი, რაც მინდა გავუზიარო ადამიანებს, რომლებიც სიბერისთვის ემზადებიან? ფრთხილად იყავით ყველასთან. არასოდეს ენდოთ არავის. რადგან ნდობა კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეხება ძალაუფლებას, დიდებას და ფულს. განსაკუთრებით ფულს. ბევრი ბავშვი თავიდანვე თქვენ ზრდით მათ. ხედავენ, როგორ ცხოვრობთ. და უკვე ელიან, რომ რამდენიც არ უნდა გამოიმუშავონ თავად, ყველაფერი, რაც თქვენ გამოიმუშავეთ, მათია. არ არის მათი. დასავლეთში, ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, ბავშვებს ზუსტად ასე ზრდიან. გაითვალისწინე, შვილო. შენ არაფერს მიიღებ. შენ თვითონ უნდა იშოვო ყველაფერი. საკუთარი ბედნიერებისთვის. შექმნა ოჯახი და დატოვო ჩემი სახლი. რადგან ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი იშვიათად პოულობენ საერთო ენას ერთ სახლში. ყველამ უნდა იცხოვროს საკუთარ ბინაში. მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სიღარიბის გამო ბინა დიდი ფასეულობაა. ამიტომ ეცადეთ იქ ზედმეტი არავინ ჩაწეროთ. და რადგან ეს ღარიბი ქვეყნებია, არ არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც მთავრობაში ლობირებას გაუწევდნენ სოციალური საცხოვრებლების შექმნას. სადაც მოხუცები შეძლებენ საკუთარი ბინების დათმობას, ან როგორმე გაქირავებას, მაგრამ ღირსეულად ცხოვრებას. დასავლეთში ბევრი ასეთი სახლია. ბევრი. ბავარიაში ვნახე პატარა სოფლები. მოსახლეობა 30-40,000-ია. მაგრამ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ლამაზი ბუნების და კარგი, უბრალო ხალხის გამო. მანდ ბევრი მოხუცია. უამრავი მოხუცთა სახლია. პატარა საავადმყოფოები, დიდი მოხუცთა სახლები. მაგრამ აქ მარტო აღარ ხართ. ადმინისტრაცია იღებს თქვენზე პასუხისმგებლობას. და თუ რამე დაგემართებათ, მათ ექმნებათ პრობლემები. შეიძლება ციხემდეც კი მივიდნენ. ამიტომ ყველაფერი ისეა გაწერილი. ყოველ შემთხვევაში ჩემს ორგანიზაციებშიც ასე იყო, რომ ცუც ვერაფერს გაგიკეთებენ. ვერაფერს.
ბანკშიც კი თუ არ იზრუნება ადამიანებზე, განსაკუთრებით მოხუცებზე, საშინელება ხდება. მოვიდა მოხუცი კაცი და $15,700 მოიტანა დეპოზიტისთვის. იქ ჩვენთან ნატალია მუშაობდა. მამის სახელი დამავიწყდა. ძალიან კეთილი ქალია. დღემდე ფულით ულოცავ ხოლმე ახალ წელს. იმ მოხუცმა დატოვა ეს თანხა. სადღაც გავიდა და გაუჩინარდა. და ჩვენის ვერანაირად ვერ ვიპოვეთ. ეს ფული სეიფში შევინახეთ. არქივს ვაწარმოებდით, მაგრამ ბოლო 8 წელი ბანკში არ ყოფილ ვარ. და სად არის ეს ფული არ ვიცი. შევამჩნიე, რომ მოხუცების ძალიან დიდი ნაწილი ტოვებს ფულს ბანკებში და არ ბრუნდება მათ ასაღებად. არავისთვის უანდერძიათ ეს თანხები. ან თუნდაც ვიღაცისთვის დატოვეს, მაგრამ ბანკს არ აქვს უფლება გასცეს საბანკო საიდუმლოება. ამიტომ რაც შეეხება ფულს და თუნდაც ქონებას, ეს წინასწარ უნდა გაწეროთ. ცოტა კი გადავუხვიეთ ემას, მაგრამ არავის უთხრათ ეს. არავის. თუ გაუმჟღავნებთ თქვენს ნებას ანდერძთან დაკავშირებით მრავალ შვილსა და შვილიშვილს, დიდხანს ვერ იცოცხლებთ. იმიტომ რომ თუ ბევრნი არიან, მათ შორის იქნება ის, ვისაც რაღაც ეკუთვნის. და იფიქრებს, რომ თქვენ ეს აღარ გჭირდებათ. და საერთოდ ამ ქვეყნად აღარ ხართ საჭირო. რა კითხვებზე არ უნდა უპასუხონ მოხუცებმა? შოპენჰაუერი ამბობს, არასდროს არ თქვა, რამდენი გაქვს. არასდროს. რადგან როგორც კი თქვი, რომ გაქვს 100,000 გრივნა ან $100, თუ შენი შვილი თავქარიანია, თუნდაც არ იყოს ასეთი, ის იწყებს ამ ფულის ჩართვას თავის ზოგიერთ პროექტში. იმიტომ რომ თქვენ, დედა ხართ თუ მამა, საბჭოთა კავშირში ასე იყო მიღებული. ვალდებული ხართ ეს შვილებს მისცეთ. და როცა მაგალითად შვეიცარიაში ვიყავით საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფარში, ის როგორც საავადმყოფო და მოხუცთა თავშესაფარიცაა, ძირითადად შვილები მშობლებთან არც კი მოდიან მოსანახულებლად. ეს რაღაცნაირად უცნაური იყო. ვფიქრობ, ეს ალბათ საშინელებაა. დიახ, საშინელებაა, მაგრამ ცხოვრება ისეთია. თქვენ ყველაფერი გაეცით. და ჯობია ძალიან ახლო ურთიერთობაში აღარ შეხვიდეთ. სინდისი თუ აქვთ, მოვლენ. როგორც მე მოვდიოდი დედაჩემთან, როცა უკვე მილიონერი გახლდით. მას ყოველთვის სურდა ჩემთვის რაღაც დაეტოვებინა, თუმცა აღარაფერი გააჩნდა, მაგრამ მაინც დატოვების სურვილი ჰქონდა. მე ჩამოვდიოდი და ჩემი შვილებიც მომყავდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩავიდოდნენ მასთან. ჩემ შვილებს არ შევეხები, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ბევრ ბავშვს სურს ნათესავებთან მისვლა. და როცა ვხედავ, რომ ჩადიან ახლობლების მოსანახულებლად, ვფიქრობ, ღმერთო, რა მშვენიერია, რომ ასეთი შვილები ყავს ამ მოხუც ქალბატონს ან ბატონს. მათ უყვართ ისინი. მაგრამ ეს იშვიათობაა, იმიტომ რომ ძირითადად შვილებს უკვე თავიანთი შვილები უყვართ. როგორც შოპენჰაუერი ამბობს, და მე არ მაქვს საბაბი არ ვინდო მას, რადგან ის დიდი ბრძენია. როგორც კი თქვენი ძალიან ახლობელი გაიგებს, რამდენი ფული გაქვთ, ინტერესის მექანიზმები ამოქმედდება. ეს ახლობლები ითვლიან, ელიან და გეგმავენ. გეგმებს აწყობენ, ოღონდ თქვენს ფულზე და არა საკუთარზე. ჯერ შეუმჩნევლად შემოდის თხოვნები. ერთხელ შეგიძლიათ დამეხმაროთ. ეს მხოლოდ მცირე სესხია. მალე დაგიბრუნებ, დედიკო. მაგრამ მალე თქვენ აღმოჩნდებით გარშემორტყმული ვალდებულებებით, რომლებიც თქვენ არ გეკუთვნით. თუ ერთხელ გაასესხებთ ფულს, კარს უხსნით მოთხოვნების ხაზს, რომელიც არასოდეს დასრულდება. ბიბლიაში წერია, რომ ფულის ზესხება ცოდვაა. აჩუქე, თუ ბევრი გაქვს.
და არასოდეს მოსთხოვო დაბრუნება მას, ვისაც არ აქვს. ნუ ის ეცხებ ბევრს, თორემ მერე ყველაფრის გარეშე დარჩები. არტურ შოპენჰაუერი ზუსტად ახასიათებს ადამიანური ბუნების მიმართებას სიმდიდრესთან. ის წერდა: სიმდიდრე ზღვის წყალს გავს, რაც მეც სვამ, მით უფრო გწყურდება. ვისაც ცოტა აქვს, მეტი უნდა. ის, ვინც აკვირდება სხვების სიმდიდრეს, მეტის სურვილი უჩნდება. ამიტომ, როცა ადამიანები იგებენ, რამდენი გაქვთ, შვიდდებიან. მათ კიდევ უფრო მეტი სურთ და თქვენგან უნდათ ეს ყველაფერი. თქვენ კი უკანა პოზიციებზე ინაცვლებთ. Они будут к вам подлизываться, приносить подарки, приходить все до тех пор, пока не высосут из вас последнюю капельку морской воды. შოპენჰაუერმა ასევე თქვა, რომ სიმდიდრე ნეხვივითაა. თუ მას გაფანტავთ, ის სარგებელს მოიტანს. თუ დააგროვებთ, აყროლდება. ესეც მართალია. მაგრამ რეალურ სამყაროში იყო გულუხვი არ ნიშნავს იძულებით გაცემას. ეს არ არის სხვისი წყურვილის დაკმაყოფილება. გაზიარება არის იმის არჩევა, თუ როგორ და როდის გამოიყენო ის, რაც გამოიმუშავე. თქვენ მთელი ცხოვრება იმუშავეთ, დაზოგეთ, გააკეთეთ რთული არჩევანი. ანუ თქვენ გაქვთ თქვენი ბრძოლის ნაყოფი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც კოლექტიური საკუთრება. საიდუმლო ამ შემთხვევაში უფრო ღირებულია ვიდრე თავად ფული, რადგან ის, რაც დამალულია, მას ვერ მოგთხოვენ. თუნდაც სასახლეები ჰქონდეთ თქვენს ახლობლებს. დიახ, ეს სასახლეები მოგიტანთ, რაც შეიძლება მეტ სარგებელს, ყურადღებას და ყველაფერ დანარჩენს. ის გვაფრთხილებდა, რომ ცხოვრებაში უხვადაა ფარული ინტერესი. ბევრი ტანჯვა მოდის სხვა ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭების მცდელობისგან, ან მათი მოლოდინების გამართლების მცდელობისგან. თქვენ არავის წინაშე არ გმართებთ ახსნა განმარტების ვალდებულება. თქვენი სიმდიდრე, მცირე თუ დიდი, არ ეკუთვნის სხვებს. ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, მიუხედავად ასაკისა. და იმის დაცვა, რაც თქვენია, არის დუმილი. ნუ რაფერს იტყვით, ყურადღება არ მიაქციოთ. შეცვალეთ თემა, ნუ აყვებით ზეწოლას, რომ პასუხი გასცეთ. რაც უფრო ნაკლები იციან, მით უფრო ნაკლებად შეძლებენ თქვენი ცხოვრების დაგეგმვას და თქვენც უფრო თავისუფლად შეძლებთ ცხოვრებას. В пожилом возрасте душевное спокойствие заключается в осмотрительности. Дело не в недоверии, а в мудрости. Он писал, Шопенхауერი წერდა, ბედნიერება ეკუთვნის მათ, ვისაც საკმარისი აქვს. ეს უნდა აუხსნათ საყვარელ ადამიანებს. ეს არის ის, რაც თქვენ გაქვთ. იცხოვრეთ ამის ფარგლებში. მეტი გინდა, იმუშავე მეტი. მეტი იფიქრე, კითხე მე და სხვებს რჩევა. მეტი რჩევა და განახორციელე ეს რჩევები. იყო საკმარისი ნიშნავს არ გახდეს სხვების გმობის ან სიხარბის ობიექტი. ეს ნიშნავს, რაც შენ გეკუთვნის, კაცრად უნდა აკონტროლო. თქვენი დანაზოგი არ არის თქვენი მეგობრების, მეზობლების ან ნათესავების საქმე. ეს არის თქვენი უსაფრთხოება. გახსოვდეთ, მკვლელობებისა და სხეულის მძიმე დაზიანებების 90%-ს სჩადიან ახლობლები. კითხვა მეორე. ვის დაუტოვებთ ფულს? ეს თქვენი პირადი საქმეა. არავის გაანდოთ თქვენი გეგმები. დააკვირდით თქვენთან მოსულ ადამიანებს. თქვენ გაქვთ საკმარისი სიბრძნე, არა სიხარბე, რომ გაიგოთ ვინ მოვიდა გულწრფელად კარგი ამბით. ვინ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხად, ჩაის დასალევად, ცხოვრებაზე სასაუბროდ, შვილებზე მოსაყოლად და ვინ აკეთებს ამას სიხარბის გამო. სიხარბის. და როგორც კი აღარაფერი დაგრჩებათ, მზრუნველობაც უცებ გაქრება და თქვენც დაგივიწყებენ. არტურ შოპენჰაუერი წერდა, ადამიანები აფასებენ სხვის ქონებას, საკუთარზე მეტად. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც შვილებმა გაძარცვეს დედმამა, ყველაფრის გარეშე დატოვეს.
დედაჩემის ორი მეგობარი დამრჩა. ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ერთი თითქმის 100, მეორე 80 წლისაა. და ერთ შემთხვევაში ვხედავ როგორ ზრუნავს შვილი დედაზე. მე მათ ფულს მოგზავნი. ღმერთო, ნეტავ არ გარდაიცვალო, რადგან მხოლოდ ისინი მაკავშირებენ დედასთან. ოდესღაც მაძინებდნენ, თავზე მეფერებოდნენ. ძალიან მიყვარს ისინი. მაგრამ მხოლოდ ერთი, როგორც ვხედავ, გულწრფელად ზრუნავს დედაზე. სულ ახლახან მთხოვა ერთ-ერთის შვილმა სკამის ყიდვა, რომელსაც ტუალეტიც ექნება. რა ვთქვა, მან არ იცის ჩემი ფიქრების შესახებ, მაგრამ მე მაშინვე გავიაზრე, დიახ, ეს არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს დედაზე, რომ ის არიჯდეს თავის განავალში. ღმერთო მიშველი, რომ მან ეს საფენი უფრო სწრაფად გამოუცვალოს და მისმა დედამ გაიღიმოს. კარგი, ვფიქრობ აქ დავასრულებ. დავამატებ, რომ მემკვიდრეობა პირადი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის სხვადასხვა საუბრისა და ვაჭრობის საგანი. ვის რამდენი უნდა მისცეთ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ თავის დროზე შეცდომა დავუშვი. მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. სიბერეში გარშემო ბევრი გეყოლებათ, ვინც ლამაზი სიტყვებით ისაუბრებს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს ექნება გულწრფელი გული. ცოტას. და ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ მეგობრებო პროექტი, ვინაიდან ბანკში ძირითადად საპენსიო ასაკის ადამიანებს ვემსახურებოდი. 300,000 პენსიონერი მყავდა. ჩვენ არც ერთ მათგანზე არ გაგვიწია ინფორმაცია და მთელი თანხა ანგარიშებზე უნდა დარჩენილიყო. ახლა ის ევროპის წამყვანი ფინანსური ჯგუფის ინტესა სან-პაულოს კონტროლს ექვემდებარება. კითხეთ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ სბერბანკში მილიარდებს იპარავენ, რადგან ხალხი მიდის, ფული კი რჩება. მაგრამ ვისაც უფლება აქვს მოითხოვოს მემკვიდრეობით, კანონით, მათ შეუძლიათ მოსთხოვონ ბანკს ან შესაბამის ორგანიზაციას. ვფიქრობ, სულ ეს იყო. აღარ გავაგრძელებ. რადგან არ გიყვართ ჩემი დიდხანს მოსმენა. მეც მიჭერს სიბერეში იმის თქმა, რაც ვიცი. ცხოვრება ამოცანაა, რომელიც მარტო უნდა ამოხსნა. და სიბერეში ეს ჭეშმარიტება ძალიან ცხადი ხდება. ნურავის იმედზე ნუ იქნებით. დამიჯერეთ. ადამიანი ასეა მოწყობილი. არ მინდა ვინმეს განსჯა. არ მინდა. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ. თქვენ გაეცით ყველაფერი, რაც გაგაჩნდათ და არა მხოლოდ შვილებს, არამედ ნაცნობებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს. თქვენი ცხოვრება არ უნდა იყოს სხვების განსჯის საგანი. მიყევით თქვენს გზას მშვიდად და ვის რას უანდერძებთ მხოლოდ თქვენი საქმეა. ეს მხოლოდ გვეჩვენება მარტივ საკითხად. სინამდვილეში კი სამწუხაროა და ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულიც. დაურეკეთ თქვენს მშობლებს, მოინახულეთ ისინი. არ კითხოთ, რამდენი ფული დარჩათ. ნუ აწყენინებთ მოხუცებს. გიყვარდეთ ისინი და ეს ყოველთვის აგრძნობინეთ მათ. დაეთქვენი ხმა გაიგონ და ეიცხოვრონ თქვენი ამბებით. შეგიძლიათ იკითხოთ, რამდენი აქვთ ფული, მაგრამ თუ იკითხავთ, უბედურებას თავადვე მოიზიდავთ. ყველას წარმატებას გისურვებთ. დროებით.